გურჯაანის მახლობლად, სოფელ ჩალაუბანში მოკრეფილი ყურძნის ჩასაბარებლად რიგები დგას. ადგილობრივები წლევანდელი რთველით კმაყოფილები არიან, თუმცა ქარხნებთან დამდგარ რიგებთან ერთად სხვა საკითხებიც აწუხებთ. მე აი ქმნიცავად გლეხის არის რამდენი 5-6 ტონა ყურძენი არ არის, აქ რაც არის 10 გლეხი დგა და ეგ ხო მცირე რაოდენობა 5 ტონას და 10 ტონას შენ ამ ფაბრიკայի ქარხანայի ვინ გაგიხსნის. ეგაც ხო სათქმელია, თუ ფართობი არ გექნება და მოსავალი არ მიიღე, შენ 3 და 2 ტონით სადგინარ უწახვიდე და რა გააკეთო, არა ბრენდზეა ლაპარაკი მანდ. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც გარბმობილთან საუბარში ადგილობრივებმა გამოთქვეს, საძოვრები და მათთან დაკავშირებული პრობლემებია. დაიწო ჩვენი. რო ჩამოა ახლა საქონელი ჩამოა. გადასახადი მაქვს 7000 არ ვიხდი ფერმის და საძოვრის და ამის დახმარება არ შეიძლება ვინმე დაგვეხმარო იმაგისა. სხვა რაიონებში ღირს 7 ლარი, 8 ლარი, 3 ლარი. ჩვენ რაიონში 16 ლარი. 16 ლარი გადასახადი საძვარი. გექტარი ღირს 16 ლარი. არ საიდან ეს ყველაზე უარესი ადგილი კი ჩვენი არის. სიღნაღი რაიონისა. აი ახლა ჩამოა საქონელი, რა უნდა საწავიდე, სადუნა რა ან დახმარება არ შეიძლება, ან ის არ შეიძლება. ან არ შეიძლება რომ ერთ წელიწად გადასახადი შეგვიმცირო, ან შეგვიმცირო, ან გადაგვივადო სამემრისო თიქე მოსავალი იყო რამე გაც. წელს არ აგვაქვს, ნუ აი ახლა იგე 2 ტონა ყურძენი დავკრიფე. 2 ტონა ყურძენი. აი თქვენ თვითონ აი რასაც მე მეუბნებით, ის უთხარით ვინმე ის იმ სოფლის რამდენგანაც გინა გაცხადებული რა შედავენ თუ რა არა. თვითონაც იყო კომისიები, ვითომ იყო რაღაცა, მაგრამ დაგეხმარებით თუ რაღაცა, არასად არაფერია. სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ აქაურებს ინფორმაცია თითქმის არ აქვთ. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. მისი მიზანი შიდა მიგრაციის შემცირება და ადგილზე მოსახლეობის დასაქმებაა. იბატონო, ეგ ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ მაგას ხო თავის თანხა უნდა ყველაფერი უნდა დაფინანსება უნდა საიდან როგორ ამ ჩვენ მაგის საშუალება გვაქვს თუ არავინ დაგოფინანსა საიდან რა გვექნება ჩვენ. კარგი იქნება ძალიან, კარგი იქნება. 10 ადამიანი გაერთიანდნენ, ტექნიკა მიიღონ, უფასოდ, მაგაზე კარგი რა არის. აი ეს კოოპერატივების ის რამდენ კაცზე რა ფართობი უნდა იქონდეს რომ გაერთიანდნენ, ეგაც ხო სათქმელია. აი სიღნაღში ხო არის საინფორმაციო სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრები. აი თუ აპირებთ რომ მიხვიდეთ, მიმარკითხოთ, აი ვთქვათ მე რო ესე მოვიქცე. ჯერ არ ვიცოდი, აბა არ გაგვიგია მაგეთი რა, მე თვითონ არ გამიგია და თუ არის ამ ვენახებზე თუ არის სხვა ეგ არ ვიცოდით და აღნიშნულ კითხვებზე პასუხისგაცემა რაიონებში შექმნილ საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებს შეუძლიათ. გარბმობილი ჯგუფის წევრებმა მოსახლეობას ამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის საკითხების ოპტიმიზაციას და ფერმერებისათვის ხელშეწყობას ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მეათე თავი სოფლის მეურნეობას ეხება. მუხლის 333. სოფლის მეურნეობის წარმოების მოდერნიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სოფლის თემებში ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. სასოფლო სამეურნეო მწარმოებელთა შორის ინფორმაციის გავრცელება და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების ხელშეწყობა.